ქუთაისში მემორიალის აფეთქების ფაქტზე სააქციო საზოგადოება საქმრეწვის ტექნიკურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლო მორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით ავთანდილ დარსაველიძემ აფეთქებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვერ შეძლო. დღეს ქუთაისში ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, პირველები ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე კომუნისტები გამოჩნდნენ. შემდეგ კი აქციას სხვა ოპოზიციური გაერთიანებების წარმომადგენლებმა განაგრძეს. ზურაბ ნუღაიდელმა პირობა დაადო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მემორიალსაც აღადგენს და ეკლესიასაც ააშენებს. სოზარ სუბარი კი მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივი კომისიის შექმნას ითხოვს. თავისუფლების ადამიანების სისხლზე და ძვლებზე პარლამენტის შენობების აგება არ შეიძლება. და ქუთაის პარლამენტის შენობა კი არა, სამუშაო ადგილები და ქარხანა და ფაბრიკა ჭირდება. ეს არის ბრძოლა საკუთარ ისტორიასთან, საკუთარ მეხსიერებასთან და ეს არის სიმბოლო, ეს ნანგრევი ამ ხელისუფლებისა, რაც ამ ქვეყანას დამართა. ქუთაისში ჭირდება არა პარლამენტი, არამედ ქუთაისში ჭირდება განვითარება, ქუთაისში ჭირდება მუდმივი სამუშაო ადგილები. ქუთაისში კი არ ჭირდება პარლამენტი, სადაც დასაქმდება მხოლოდ 20 ქუთაისელი. და დანარჩენი თბილისელები ვივლიან ქუთაის და თბილისის შორის და ეკეიფებენ ხარაგაულში. ოპოზიციის საპროტესტო აქციას მოგვიანებით ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისიდან ჩასულმა ოპოზიციონერებმა და მათ მხარდამჭერებმა გარდაცვლილების ოჯახთან სამძიმარზე მისვლა გადაწყვეტეს. ადგილობრივი მოსახლეობა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებსა და შეფასებებს საპროტესტებდა. მიხედონ იმათმა თბილისს ამ ქუთაისში არაფერი რო აკეთდება ერთი რაღაცა გვაჩუქონ და დაგვანებოთ.